მოგესალმებით, ვიწყებთ გადაცემას ძიმეკასთან. დღეს ჩვენი სტუმარია აჩი არველაძე. როგორ ახარ აჩი? კარგად, როგორ ახარ? წინა სტუმრის კითხვა უნდა დაგისვა ზურა ჭიაბერაშვილის. რა ეშველება ლარსო? რა ეშველება ლარს? რა გითხრათ, აბა, ჩემზე კარგად და ალბათ ჩემზე მეტი იცი ფინანს სისტემა და სახელმწიფო მოხელეება და ალბათ უპრიანი იქნებოდა, რომ ნელა ალბათ ყველაფერს ეშველება. ქართული ოცნების იმედი გქონდა როდისმე შენ? მე საერთოდ სიმართლე უნდა ვთქვა, რომ ოპტიმისტი კაცი ვარ რა. რაღაცა ახლისკენ, რაღაცა იმედისკენ, იმედიანად ცხოვრობ. შეიძლება იქიდან ჩემი ხასიათიდან გამომდინარეა. ამიტომ კი დღეს გააქვს? ჩა, ესე ზოგადად არ შემიძლია ვთქვა რაღაცა პარტიული განხრით რომელიმე პარტიის იმედი როდესმე რომ მქონია. არასოდეს არავის, ანუ არც ერთი პარტიის ესე მე არა ვარ ჩართული, მაინდა-მაინც ასეთ პარტიულად ვიძახით. ესე ზოგადად ქართველების იმედი და კაი ხალხის და მშრომელი ხალხის იმედი მქონია და რა თქმა უნდა ჩემი თავის იმედი მქონია ყოველთვის. ისა მეტნაკლებად არა ვართ, რა თქმა უნდა. უпростоრეთ მეტნაკლებად ვართ, მაგრამ ეს მეტნაკლებობა ჩვენ ყოფით პრობლემებს, რა თქმა უნდა, არ ყოფნის. ყველაზე მაგარი არველაძე რომელია შენთვის? ყველაზე მაგარი არველაძე ალბათ ბაბუა ჩემია, რეზო არველაძე. აი ესე რა თქვა რა. ნამდვილი რეზო არველაძე და აი თუ შეიძლება ითქვას, რომ თუ კი რამე როდესმე არველაძეობაში ჩვენ რამე გქონია, ყველა იძახის, რომ უყვარდა ფეხბურთი. ბასას ღოღობერიძის უახლოესი მეგობარი, მეღვინე და აი მაგალითად შემიძლია მარტივად რო გითხრა, არასოდეს არ ლაპარაკობდა და შეეძლო რომ მხოლოდ გამოხედვით ეთქვა თავის სათქმელი, ყოველ შემთხვევაში ჩვენთან ეხა სხვებთან. ამიტომ ძალიან ბევრი რამ მსმენია, მქონია შემთხვევა რომ ტაქსის მძღოლს ფული არ გამოურთმევია ჩემთვის, ბავშვობაში გულისხმობ რა, ეთქვა 12-13 წლის ასაკში, რომ უკითხავს რა გვარი ხარ, ვინ ახარ და რომ მithქვავს რომ რეზო არველაძეა, რეზო არველაძე ვინ არის შენ და ნუ რაღაცა შეხება ქონია, ან ღვინოსთან, ან ქარხანასთან, ან რაღაცა მაგდაგვარი და აი ესეთი მაგალითად შემიძლია მოვიყვანო. შენია დაუცილებელია თუ არა რომ ფეხბურთელს ჰქონდეს ინტელექტი? პრინციპში შემიძლია თამამად ვთქვა რომ კი. დღეს, რა თქმა უნდა, იყო პერიოდი, როდესაც შენი ნიჭი, ფიზიკური მონაცემი აი ამას ყველაფერს ფარავდა. მაგრამ დღესდღეობით დარწმუნებული ვარ 99%-ით, რომ უფრო გულისხმობთ ალბათ მაღალ დონეზე მოთამაშეს, ფეხბურთელს ხარ გულისხმობ ჩვეულებრივად რომელიმე აუცილებლად ჭირდება. განათლება, ინტელექტი, შესაბამისად აზროვნება, არა მხოლოდ რაღაცა კონკრეტულ მონაკვეთში, თუ 100-70-ზე ზოგადად ჭირდება ნამდვილად. ამას ყოველდღე ვწმუნდები, იმიტომ რომ ბავშვებთან შეხება მაქვს, ახალგაზრდა ნაკრებებთან შეხება მაქვს და ვწმუნდები, რომ ყოველ შეიცვალა ეს ამბავი, აი შენი თაობა და ეს ახალი თაობა რითი განსხვავდება? იცვლებიან, რა თქმა უნდა, ყველა generation როგორ არის, ანუ თაობა იცვლება რაღაცეებში, რა თქმა უნდა, ამ ხრივ საქართველოში რო გითხრა, რომ ძალიან დიდი ცვლილებაა, არა, მაგრამ მარტივ მაგალითი მომყავს ყოველთვის, აი ჩვეულებრივი ნორმალური კარგი ოჯახის შვილიც ფეხბურთს თამაშობს დღეს. განა იმიტომ რომ თქვა ის უფიქრდება და ფიქრობს რომ ეს ჩემი საქმეა, უკვე საქმეა და არა ჰობი და არა თქვა გართობა, შესაბამისად ოჯახიც ხელს უწყობს, მაგრამ აქვე შემიძლია ვთქვა რომ ყველა ის ოჯახის წევრი და თვითონ ის ფეხბურთელიც ფიქრობს რომ ეს მაინც ხანმოკლეა და შესაბამისად მე ჭირდება ამ ყველაფერს შენთვის ჰობი იყო თუ საქმე? არასოდეს არ ყოფილა ჰობი.
რომელი ინტელექტუალი ფეხბურთელი გახსენდება, ვისთანაც გითამაშია გამორჩეულად? ჩემი თაობის? ვისთანაც ჩვენ თაობაში ეხლა ვერ ვიტყვი, რომ გვაკლდა მაგალითად, როგორც ეხლა ცუდად არავინ გამიგოს, ხშირად იძახდნენ, რომ აი თქვა ყიფიანი ჩივაძის თაობაში იყვნენ გამორჩეულად ეს ორი ფეხბურთელი. ჩვენ თაობაში ხა შეიძლება რომ მაგალითად რეზიზას ყოველთვის იძახდნენ რომ აი ინგლისური კარგად იცის. ხა მე ბავშვობაში ინგლისური ეგრე არ ვიცოდი როგორც რეზი დღეს ვიცი თქვა. ჩვენ დროს ესე ითვლებოდა რა სკოლაში თუ კარგად სწავლობდი, თქვა ინსტიტუტში თუ კარგად სწავლობდი, ამას ვეძახდით ჩვენ ასე ვთქვა. აი მოედანზე ვისეთყობოდა ყველაზე, მაგრამ მარტო ქართველებს არის განსხვავება რა, აი ძალიან დიდი განსხვავება შესაძლებელია რომ დაინახო ფეხბურთის ინტელექტსა და ადამიანის ინტელექტს შორის. მაგრამ იქვე შეიძლება ნახო რომ აი ამ ბიჭს რო ცოტა უფრო მეტი ინტელექტი ჰქონდეს, ამას დიაპაზონი ითვლება, არის ესე იგი ჩვენ ფეხბურთის ენაზე ვფიქრობთ რომ მაგალითად უფრო მასშტაბურია. აი ვიღაცის შედარება რომ მოყოს, ახლა არ მინდა გვარები ვთქვა, ეს უფრო მაგარია თუ ეს დაახლოებით ერთნაირი დონის ფეხბურთელებზე აი მანდ მივდივართ საბოლოო და რომელი უფრო მასშტაბურია და თქვათ ეს. ნუ მაშინ ითვლება რომ ეს უფრო ასე ვთქვათ. აი ეს მასშტაბურობა მე ვფიქრობ იქედან გამომდინარე რომ მისი ინტელექტი, მისი განათლება, მისი შესაძლებლობები ასე ვთქვათ მეტია ვიდრე მეორის. ქუჩის ფეხბურთს ვინ თამაშობდა ყველაზე მაგრა შენ ბავშვობაში? ჩვენ დრო ძალიან ბევრი იყო, ასე ვთქვათ, მინი ტურნირები და ჩვენზე უფრო მეტი, ანუ უფროსი ასაკის ფეხბურთელებიც მახსოვს და ჩვენ ასაკში ძალიან კარგად თამაშობდა გიორგი ანჩაბაძე. ძალიან კარგად თამაშობდა გიორგი კინქლაძე. ძალიან კარგად თამაშობდა რეზი, აი ძალიან კარგად ხაზგასმით შემიძლია ვთქვა. ძალიან კარგად თამაშობდა გოჩა ჯამარაული. ძალიან კარგად თამაშობდა ნუ მე შოთი ძალიან კარგად თამაშობთ მინი ფეხბურთს. ისეთი იყო ვინმე ვინც მერე ფეხბურთელი ყაველაშვილი თამაშობდა. მერე ვინც ვერ გახდა ძალიან ბევრი. კი, ძალიან ეგეთებიც იყვნენ, ძალიან ბევრი და შესაბამისად ჩვენ ჩვენ თაობა ფაქტიურად აი დემეტრაძე იაშვილის თაობაში გამორჩეულად კარგად თამაშობდა დემეტრაძეც, იაშვილიც, ცქიტიშვილიც, მუჯირიც მაგრამ როგორც ვერ ვიტყვი ცხადაძეზე, როგორცაც ვერ ვიტყვი მურთა შელიაზე, ასევე ვერ ვიტყვი რომ კარგად თამაშობდა, თქვათ აი ამათნაირად თამაშობდა, თქვათ იგივე, თქვათ კალაძე, თქვათ კეცპასი კარგად არ მახსოვს, მაგრამ კეცპა მეტნაკლებად ალბათ ითამაშებდა. აი ვინ იყავით მაშინ გუნდში? აი ეზოში რო ფეხბურთს თამაშობდა. ჩემ გუნდში, ჩემი უბნელები და ჩემი მეგობრები, ერთ-ერთი ასე ვთქვათ, მწვნელად მუშაობს უკვე და კარგი მწვნელია თემურ ფოცხვერია. საბურთალო სკოლაში უკვე დიდი ხანია მწვნელად მუშაობს. მე შოთი, ჩემი ახლო ძმაკაცი და შენი მეგობარი ოთო მესხი და ნუ იქვე რა, ახლოში რა. მაზიანებს რაზე თამაშობდით ყველაზე? ფულზე, მარწუზე, ლიმონადზე, ხო. რა ვიცი, ხო ბავშვობაში აზე უნდა გვეთამაშა. კაი, წყლის მოტანაზე. კვაზე თუ კვაზე კი ნამდვილად კვაზე რომელი მსახიობი არ გიყვარს ქართველი ზოგადად არ ვიცი არა ხო ახლა რომ გავიხსენო სუცუდ როლებს თამაშობს ან რაღაცა ესეთი შემილია რაღაცა თვალში მომხდეს მაგრამ ესეთი გამორჩეულად რომ ვიღაცაზე ახლა თქვა რომ არ მიყვარს არა მომღერალი რომ არ მიყვარს აი ისა რა პრინცი არასოდეს არ მომისმენია და სულ ნერვები მეშლებოდა რომ სულ ისეთ კლიპებში კაი ქალები, კაი კლიპები მეტრანახევარი სიმაღლის და აი რაღაცა ცოტა ის ქონდა. და პოლიტიკოსი რომელი არ გიყვარს? რომელი არ მიყვარს? რა ვიცი, რა გითხრა. კაც მოყარე კაცი ვარ რა, ესე სიმართლე რო გითხრა. მაინდა-მაინც ხა თუ რაღაცა ესე ზოგადად რაღაცაზე ალბათ ყველა როგორც ფეხბურთელზე ღიზიანდება, ან ჩემზე ღიზიანდება, შენზე და პოლიტიკოზეც ალბათ ეხა რაღაცაში ვიღაცაზე ბრაზდები და ღიზიანდები, მაგრამ ხო. ამ მიმართულებით არ შემილია რომ ეხა თქვა რომ ვიღაცას ფეხბურთის ღმერთი ვინ არის შენთვის? ღმერთი აღიარებულია პრინციპში მარადონა და მეფეც პლატინი ხო.
ფეხბურთის სატანა. ფეხბურთის სატანა. არ მიფიქრია მაგაზე, მაგრამ ალბათ ჩემთვის ალბათ ანხელი რომელმაც დათოყიფიანს ფეხი მოტეხა. ქართველებისთვის ყოველთვის ალბათ. შენი ღმერთი საერთოდ როგორია? წამს ღმერთის? კი. ჩემებურად წამს. ანუ ხა ვერ ვიტყვი რომ თქვათ ისე რელიგიურად ცხოვრობ რომ რაღაცა ვიცავ ყველა იმ ასე ვთქვათ ხვას, მაგრამ ჩემებური ასე ვთქვათ მიდგომა მაქვს აუცილებლად დავდივარ ეკლესიაში კვირაში ერთხელ ორ კვირაში ერთხელ აუცილებლად დილის ლოცვას აუცილებლად წავიკითხავ, ძილის წინ ძილის ლოცვას აუცილებლად წავიკითხავ. მოედანზე თუ თუ რამე მაქვს ათხოვნი, რა თქმა უნდა, როგორც მოედანზე გითხოვია როდისმე რამე და შეუსრულებია. იცი რა, მე რამდენადაც მithოვია, გულით თუ თხოვ, ხშირ შემთხვევაში სწორი რამე უნდა თხოვო ალბათ რა, თუ ეხა სიმართლე უნდა ვთქვა, აი რაღაცა გულით და ხა ის რო თხოვო, რომ აი რაღაცა რაც არ გეკუთნის, ალბათ არ გამოვა და ის თუ ცოტათი მაინც გეკუთნის და ცოტა გულით თხოვ, ალბათ გამოვა. აი, ყველაზე მაგარი გოლი მითხარი. ჩემი? არა, ზოგადად. ზოგადად. ესე იგი, შემილია მარტივად თქვა ერთი რთულად შესრულებული გოლი, რომელიც ინტერის შემადგენლობაში შეაგდო აი იუგოსლაველი ფეხბურთელი რო ყავდათ გახსოვს? იუგოსლაველი წარმოშობის. ცენტრიდან დაარტყა, ოღონდ გადმოვარდნილი ბურთი, სხოდუ. ოღონდ დაბა, აი ესე ამ სიმაღლეზე წავიდა ბურთი და შეაგდო რა. მე ვფიქრ ხარ, ესე ზოგადად შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ მარადონამ ინგლისს რო შეუგდო, ეს იყო რთული, ამ ბასტენმა რო ერთი შეღებით შეაგდო, მაგრამ სტანკოვიჩმა შეაუგდო, აღარ მახსოვს ვის, ოღონდ ზუსტად ხაზ გადმოშორებული თავის ნახევარზე 1 მეტრა ნახევრით კაცის სიმაღლეზე დარტყმული ბურთი ჰაერში შევიდა კარებში. ვფიქრობ, რომ ალბათ შესასრულებლად ყველაზე ძნელი გოლი, რაც კი მინახავს. ეხლა თუ არ ვიტყვი, თქვა იბრაიმოვიჩის ის თქვა ცნობილი ბოლოსში. ეგ მაინც პასი? პასი? პასი ბევრია ალბათ, თუნდაც აი ხა ცოტა ხნის წინ დორტმუნდის თამაშს უყურე და არსენალთან თუ ვისთან მიცა, გოცე მიცა, მე მგონი თუ არ ვცდები რა. შენ ვინ გაწყევდა ყველაზე მაგარ პასს? ყველაზე მაგარ პასს რეზი მაძლევდა და კინკლაძე. უпростоრედ ძნელ პასებს მაძლევდნენ კინკლაძე და რეზი და ცარელ კარებში ხშირად შოთი. აი მოედანზე რო ყოფნის ეს ტრიბუნიდან რა გაგიგია ყველაზე მაგარი? ცუდი, ანუ რა ვიცი, ცუდიც გამიგია და კარგიც. სასაცილო, საშინელებებიც გამიგია და მაგალითად გინებები ხშირად, როცა უგებ ვიღაცას, თუ კი თამაშობ მაგალითად ზუგდიდში, ან ქუთაისში, ან ზამტრედიაში, ან თქვა ისეთ, სადაც გულშემატკივარი განსაკუთრებულად ემოციურია და ვიცი ჩვენი სადაც ემოცია არაკლია ხა ქართველებს, განსაკუთრ რეგიონებში და პრინციპში გვაგინებდნენ, რომ მეტი არ შეაგდოთ, გაჩერდით, ვერაფრით ვერ გავაჩერეთ ეს არა, მიხაროდა როცა ცოლშვილს მაგინებდნენ, რომ არ მყავდა. დინამოში თამაშობდი, ცოლშვილი არ მყავდა. დედას რომ მაგინებდნენ, წყიტა. სადაც რა გითხრა და არ ვიცი. ერთხელ რეზის დაუძახეს ქუთაისში, არ დადვა თავი, მაშინ ხო რიჟა დიდი თმები ქონა, გადაგვიწვავ სტადიონზე. და ის შესვენებაზე ქართველ მწვრთნელს რა უთქვამს სასაცილო მოხდებოდა? სასაცილო ყოფილა შემთხვევა, რომ მაგალითად თქვა 0-0-ია. ხო და შემოსულა მცველი და უთქვია, რომ თქვენ თუ არ გინდათ ფული, მე მინდა ფული. ანუ რაშია, თუ არ გინდათ მოგება რომ პრემია ავიღოთ, მე მინდაო და გაიგეთ და მოიგეთ. აი ხა ვინ გინდა რომ აქ შემოვიდეს სტუდიაში? ხა აქ ვინ მინდა რომ შემოვიდეს სტუდიაში? ჩამჭელ კითხვებს იმისა.
ცოტას მოვიფიქრე და ცოტა ხის მერე გეტყვი ახლა ესე უცებ მოვიფიქრე შეიძლება რომ გამიხარდეს. აი რომელ ისტორიულ თამაშში მიიღებდი მონაწილეობას? თამაშ ფეხბურთს გულისხმობ, ხო? რა თქმა უნდა 91 წლის ფინალში. რომელი სადღეგრძელო გაღიზიანებს? აი ცოტა გადამეტებული რომ აი რაღაცას რო გადაცდება, მე უკვე ყველაფერი მაგიზიანებს, იმიტომ რომ ფხიზლად სამბედნიერო თუ სამწუხაროდ არ ვიცი ზოგადად ფხიზელად ვარ სუფრაზეც და ისეც და ამიტომ ეს რაღაცა ბოლოს რო უკვე თავიდან 1.7-8 თუ რაც უნდა ითქვას და ნუ მე რო აი რაღაცნაირად იციან გაწელილი არ მიყვარს მოკლედ. მოსაწევი არ მომიწევია. არ მოიდგინე შენ რომ არ მომიწევია. არც ჰოლანდიაში. აი მაგი უნდა მეთქვა ზუსტად ჰოლანდიაში ნაცხოვრები. პივა არ დამილევი. არა, ეხლა როგორ არ მომისვია ერთხელ იმაზე რა ქვია მედას მოტრზე, ანუ დოპინგი უნდა ჩამებარებინა გერმანიაში და ვერანაირად, იმიტომ რომ ნუ ნაბანაები უკვე დაცლილი ვიყავი და მე უნდა ჩამებარებინა, ასე ვთქვათ, ანალიზი შარდის და ნუ ვერ ვქენი რა ვერანაირად და ნუ შემაწუხეს რომ პივა დალიეო, რომ არ მიყვარს პივა. პივა თუ არ გიყავს გერმანიაში ვერ ითამაშებო, ძალიან ჩამასხეს 2 ბოთლი პივა. ისე იცნო ფეხბურთელებს, აი რომლებიც ეწეოდნენ და სვამდნენ აი კარიერის. ყველა ასაკში დასამალი არც არის, არც ქართველებში, არც პოსტსამჭოთა ქვეყნებში და შენ წარმოიდგინე რომ არც ერთ ქვეყანა არ ვიცი, სადაც მე ყოფილვარ, სადაც არ სვავენ. პივა მიღებულია როგორც ძალიან ნორმალური სასმელი ევროპაში, ისე როგორც გერმანიაში, ჰოლანდიაში, ბელგიაში, ნუ ცენტრალურ დარწმუნებული ვარ, რომ სკანდინავიურ ქვეყნებშიც იგივეა. აქედან გამომდინარე, ხა ბრიტანეთში ძალიან ზედმეტად მოძდით, მინდა ვთქვა. We go out ნიშნავს, რომ უნდა იმ დღეს ჩადო თავი სუფრაზე. ამიტომ სვავენ კი როგორ არის. პირველი ქალი თუ გახსოვს, ვინც როგორც ქალი მოგეწონა? მომეწონა? ქალი ესე პირადად ერთი ქალი რომ მომწონებოდა პირველი არ მახსოვს და პირველი ასე ვთქვათ გაგულავება სად გაიგულავე? თბილისში. ისე შეკრებებზე დაგულავდით ხოლმე ერთად. კი რა თქმა უნდა, ნუ ჩაულებრივი ამბავია, ხო მოდით იმას რა ქვია, რაღაცა განსაკუთრებულად წესიერობას. ვინ იყო ყველაზე 20-25 ქართველი ერთად ყველაზე აქტიური ვინ იყო? ისე მაგ ხრივ ვერ ვიტყვი რომ ვინმე აკლებდა რამეს, მაგრამ უნდა სიმართლე ვთქვა რომ არ ვარღვევდით, არ ვიყავით ჩვენ დამრღვევები. ჩვენი დარღვევა იყო თუ გვიან დავიძინებით უბრალოდ მონატრებული ჩამოსული ერთმანეთთან ერთ ოთახში რაღაცას თუ ვიზამდით, თორე იმდენად კარგი შეწყობილი გუნდი იყო, რომ არც ერთმანეთის არ გშურდა, არც ერთმანეთის ასე ვთქვათ არაფერი არ გვინდოდა იმის გარდა რომ მოფერებოდით ერთმანეთს, აქედან გამომდინარე, კარტი ჯგვითამაშია ფულზე ერთმანეთში, სიტყვაზე ჯოკერიც, სეკაც, პოკერიც, ქალებშიც ამ შემთხვევაში როცა ეხა პაესკებში დავდიოდით თამაშის მერე აუცილებლად და არასოდეს არ დარღვეულა ის. ნუ ხა ჩაულებრივი ამბავია, თამაში მთავრდება, თავისუფალი ხარ, ეხა კაცნი ვარ. საერთოდ ქალებს რა უნდათ, როგორ ფიქრობ? ქალებს უნდათ კარგი კაცები. ისეთი კაცები, ვინც ალბათ მეტყურადღებას მიაქცევს მოესიყვარულება, რაღაცა იგრძნობს, რომ ის გვერდით არის რაღაცა რა ქვია იმას აპორას. დასაყრდენი. აი ქართლის დედას რას დააჭერინებდი შენ ხელში? ქართლის დედაზე იმდენად ისა ვართ, რა ქვია, შეჩვეული რომ ერთ ხელში თასი და მეორე ხელში ასე ვთქვათ ხმალი, გამიჭირდება რომ რაღაცა სხვა რამ დავაჭერინო ხელში, მაგრამ შეიძლება რომ რაღაცა მაგდაგვარ პირობებში რაღაცა სხვა რამეც დაიჭიროს, არ ვიცი, თასი იქნება, ღვინით სავსე თუ სხვა რამე, არ ვიცი ხა. პრინციპში ძალიან ისეთია რა, რაღაც, ხო? მარტივი ათასახსნელია, მოყვარეს ღვინო, მტერს ხმალი. წინა ცხოვრებაში ვინ იყავი? მე?
არ ვიცი, რა ვიქნებოდი. ერთი ნორმალური ალბათ ჟულიკი ნაღად არ ვიყავი რა. და მომავალ ცხოვრებაში ვინ იქნება? ჟულიკი არ ვიქნები. ის ზიდანის ადგილას ყოფილიყავი იმ ფინალში და არ ტყამდი მატერაცის. აი ბოლომდე ხო მაინც არ ვიცით რა თქვა რა. ანუ ხო, ზოგი იძახის რომ რაღაცა დასთან დაკავშირებულიო, ზოგი იძახის, ну, რაღაცა მაგდაგვარი თქვა დედა არის, ცოლი თუ რაღაცა შვილი, არ ვიცი, ხა ქონია რაღაც უსიამოვნო ლაპარაკი თუ შეკამათება მინდორზე. ეხა ზიდანის ხელა ფეხბურთელს, ეხა უცებ ჩემ თავს რო ვაყენებ, მეც მომითფენია, გვიჩხუბია კიდევაც რა თქმა უნდა მინდორზე, გასახთელშიც, გასასვლელშიც, მაგალითად ინგლისის თამაშის წინ, ისა გასასვლელში კინკლაძემ და ბექხემმა წაავლო კისერში ხელი, ხო, მაგრამ რაზე იჩხუბეს? რაღაცა უშნოთ უთხრა იმან გიოს რა, ამან წაავლო ისე რა, ესეც მოგაგლიჯავ თავს უნდა. იმის მაგივრად თქვათ რომ ჩვენ გაგვიკვირდა რომ ინგლისელებს ბექრემისთვის მიეცათ, ასე ვთქვათ, დახმარებოდნენ რაღაცა, გიოს აჩერებდნენ, რომ კაი, ჯერ კიდე ბექრემი ცოტა ახალგაზრდა იყო და გიო უკვე სიტიში იყო. გიო უკვე ნასი ტიელი იყო. არ ამგონია, რომ ეგრე მოქცეულიყავი. ალბათ ზიდანის დონე ფეხბურთელს, რა თქმა უნდა, აი პასუხი ალბათ ის იქნებოდა, რაც მას ყველაზე კარგად შეეძლო ალბათ და თუ თავს არ ტყავდა, მე ვფიქრობ, რომ ცხვირში უნდა დაერტყა, ვიდრე მკერდში, იმიტომ რომ ეს მკერდში დარტყმა ფაქტიურად გამოვიდა, რომ არაფერი დარტყმა არ იყო, ხო რა, არაფერი და შესაბამისად თავი გაიგდა. პირველი ვინ გახსენდება სიტყვაზე პიჟონი? პიჟონი? ეს არაჩვეულებრივი პასუხი გაქცა იმან რა ქვია დეგენერაძე. ხოთაი პიჟონზე არ ვიცი. უნდა ვთქვა მაინდა მაინც? რა ვიცი, თუ გაგახსენდა. ერთი-ორი ტელეწამყვანი ბიჭები რო არიან, ცოტა წაიპიჟონებენ თორე. ვისი. არ ვიცი ხა. კაი, შენ ისი გაგება გაინტერესებს ყველაზე მაგრად. არის თუ არა სინამდვილეში იქი ცხოვრებაში ცხოვრებ. კაი, ქალი რო ყოფილიყავი, ვინ გამოხვიდოდი? ქალი რო ყოფილიყავი, ვინ გამოვიდოდი? ანუ რა პროფესიის? ხო, აი ვინ იქნებოდი დღეს? ძალიან თulis შეკითხვა ალბათ ექიმი. კაცები ხშირად ამბობენ ამაზე, რომ ბოზი ვიქნებოდი. რატო აქვთ ის? როგორ ფიქრობ? ეხა ეგ პირველი ეგ რო დამისვი, ჩემ თავში გადავახურდავე რა, რომ ვიფიქრე, რომ აი საით რას ნიშნავს ეგ შეკითხვა, ეხა შენ რომ მისმევ, ხო? ეხა მივხვდი, ხო? პრინციპში ახლოს ვიყავი, მაგრამ ჩემი გაგებით ეხა თუ კი სული მაინც სადღაც მეტნაკლებად ალბათ ერთი მექნებოდა და ბოზი ნამდვილად ვერ ვიქნებოდი. აი პროვინციალიზმი რა არის შენი გადმოსახედიდან? ალბათ საბოლოო ჯამში იმაზე რაც ჩვენ ვილაპარაკეთ, რომ მეტნაკლებად შეზღუდულები რაღაცა კომპლექსით და მეორე მხრივ ეს კომპლექსი რომ არ აძლევს იმის საშუალებას, რომ ეს მასშტაბური მისი ტვინი თუ მოქმედება რაღაც ჩარჩოში აქცევს. ალბათ მეტნაკლებად ესე წარმომიდგენია. თორე ყოფილა თქვათ პროვინციიდან ისეთები. ხო. კაი, ვისი შემოსვლა გაგიხარდებოდა, მოიფიქრე? ბაბუა ჩემი შემოსვლა გამიხარდებოდა ბორის დოლიძის. კაი, ამათგან რომელი გუნდია? გუნდი? ხო. კლუბი. ქართული კლუბებს გულის, ხო? ზოგადად. ზოგადად. და არა ქართული. საიდან დავიწყო? მარცხნიდან. ნუ ალბათ ძველი თბილისის დინამო. რომელი? 64 წლის. ხო. 91 წლის დინამო. მიშა ალბათ
ჩვენი საქართველოს ნაკრები, ჩვენი თაობის. თან რო ყველაფერს რო კარგად თამაშობდა, თან რო შედეგი არ აქვს. აი რაღაც ან პირიქით შედეგი გაქვს რაღაც დონეზე და თამაში ვერ თამაშობ. და გიორგი ალბათ ლივერპული, ცუდი. ანუ ცუდი როგორ? აი დღეს ლივერპული რო პრეზიდენტი ხარ, რა, ლივერპული ძალიან კაია. მაგრამ მეტი ძალა რო უნდა კონდეს, მე ვფიქრობ, რა. პრეზიდენტ საქართველოს პრეზიდენტს რანაირი კონსტიტუციაც არ უნდა კონდეს, მე ვფიქრობ, რომ მეტი ძალა უნდა კონდეს კონსტიტუციით. აი, ბიძინა რა გუნდია? ცია არა, ფაქტია, რომ აღიაროთ, რომ გუნდი ზოგადად არსებობს ჩემ გაგებაში სამი ყველაზე დიდი კლუბი. რომ გუნდი შენ დღეს შეიძლება აი თქვა ლივერპული ვახსენე ხო სასწაული კლუბი არაჩვეულ მაგრამ დღეს შეიძლება ვიღაცა მოუგოს მაგრამ აი ისეთი სამი კლუბი მგონია მიუხედავად იმისა რომ ბარსელონას გულშემატკივარი ვარ აი ამ დიდ გუნდებში რომელსაც კლუბს ვთვლი მე რა თქმა უნდა რეალ მადრიდია ისეთი აი საიდანაც არ უნდა გადახვიდე რეალ მადრიდში არ ნიშნავს რომ თქვა ქვევიჩახვენი ასეთივე ალბათ მანჩესტერ იუნაიტედი მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებია თუ როგორც არის, რომ ჩელსია თუ სიტია თუ როგორც არის რა. და ბაიერ მიუნხენი. აი და რა თქმა უნდა ბარსელონაც, ხო, მაგრამ თუ ავიღებთ რომ ეხა ვიღაცა მეტყვის რომ მილანმა რა დააშავა 7 ჯერ თასი მოგებული თუ აიაქსმა რა დააშავა თუ რა ვიცი ვინც გინდა თუ ინტერმა რა დააშავა დორტმუნდმა და ასე შემდეგ აი ვფიქრობ რომ საუკეთესო დროის ასე ვთქვათ გუნდიდან რეალ მადრიდში რო წახვიდე ხო ყოველ წელს ხო ვერ ხდება რეალ მადრიდი ან ბარსელონაში ან ბაიერ მიუნხენში ან მანჩესტერში მაინც ითვლება რომ ესე დიდ კლუბში წახვიდე აი ამ 4 კლუბიდან ალბათ ერთ-ერთია რა დღეს კაი შემდეგ სტუმარს დაუტოვე რამე შეკითხვა შემდეგ სტუმარს დაუტოვო რამე შეკითხვა ანუ ლარის ამბავი გავარკვიეთ ლარი გარკვეულია გარკვეულია და თან არ ვიცი ვინ არის, ხო? რას ნიშნავს შენი ქალაქის სიყვარული? შენი ანუ თუ თბილისელია თბილისის, თუ თავისი ქალაქია, რას ნიშნავს მისთვის? დიდი მადლობა რომ მოხვედი, წარმატებებს გისურვებ. დიდი მადლობა.